დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ბაბეზიოზი. ბაბეზიოზი არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევენ ბაბესიას გვარის უმარტივესები. ეს პარაზიტები აზიანებენ ერითროციტებს, სისხლის წითელ უჯრედებს, რაც იწვევს ანემიას და სხვა მძიმე გართულებებს. დაავადება გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი თბილ და ნოტიო კლიმატის მქონე რეგიონებში. ევროპის ქვეყნებში ბაბეზიოზი ასევე საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ტკიპები არიან გავრცელებული. დაავადების გამომწვევი მიზეზები. ბაბეზიოზის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი არის ინფიცირებული ტკიპის ნაკბენი. ტკიპები პარაზიტების გადამტანები არიან და ინფიცირების პროცესი ხდება მაშინ, როდესაც ტკიპა იგბინება ცხოველს და სისხლში შეჰყავს ბაბესიას სპოროზოიდები. სპოროზოიდები შედიან ერითროციტებში, მრავლდებიან და ანადგურებენ მათ. გარდა ტკიპების ნაკბენისა, არსებობს ინფიცირების სხვა გზებიც, თუმცა ისინი შედარებით იშვიათია. სისხლის გადასხმა. ინფიცირებული სისხლის გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ბაბეზიოზი. ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე გადაცემა. ორსულობის დროს ინფიცირებულმა დედამ შეიძლება პარაზიტები ნაყოფს გადასცეს. დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტები. იშვიათ შემთხვევებში დაბინძურებულმა სამედიცინო ინსტრუმენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფიცირება. ბაბეზიოზით შეიძლება დაავადდეს სხვადასხვა სახეობის შინაური ცხოველი, თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება ძაღლებში. სხვა ცხოველები, რომლებიც შეიძლება დაავადდნენ ბაბეზიოზით არიან. კატები. კატებში ბაბეზიოზი შედარებით იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია. მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვი. ბაბეზიოზი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეცხოველეობას. ცხვარი და თხა. ბაბეზიოზი ცხვრებსა და თხებში ასევე იწვევს ანემიას და სხვა პრობლემებს. ცხენები. ცხენებში ბაბეზიოზი ცნობილია, როგორც ცხენის პიროპლაზმოზი. დაავადების სიმპტომები. ბაბეზიოზის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების სიმძიმის, ცხოველის სახეობისა და იმუნური სისტემის მდგომარეობის მიხედვით. ზოგადად ბაბეზიოზის სიმპტომებია: ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანემია, სისუსტე, ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, მადის დაკარგვა, ცხოველი უარს ამბობს საკვებზე, დეპრესია, აპათია, ლეთარგია. შარდის გამუქება. შარდი შეიძლება იყოს მუქი ყავისფერი ან წითელი. სიყვითლე, კანისა და ლორწოვანი გარსების გაყვითლება. გადიდებული ელენთა და ღვიძლი, მუცლის პალპაციისას შესაძლებელია გადიდებული ორგანოების შეგრძნება. სუნთქვის გაძნელება, მძიმე შემთხვევებში. კრუნჩხვები და ნევროლოგიური სიმპტომები, იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია. ბაბეზიოზის დიაგნოსტიკა მოიცავს რამდენიმე მეთოდს. სისხლის ნაცხის მიკროსკოპია. სისხლის ნაცხში ერითროციტებში პარაზიტების აღმოჩენა. ეს არის სწრაფი და მარტივი მეთოდი, მაგრამ შეიძლება იყოს არასაკმარისი, თუ პარაზიტების კონცენტრაცია დაბალია. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. ეს არის უფრო მგრძნობიარე მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა პარაზიტების დმის გამოვლენას სისხლში, მაშინაც კი, როდესაც მათი კონცენტრაცია დაბალია. იმუნოფლუორესცენტული ანალიზი. ანტისხეულების განსაზღვრა ბაბესიას მიმართ. ეს მეთოდი გამოიყენება დაავადების ქრონიკული ფორმების დიაგნოსტიკისთვის. სრული სისხლის ანალიზი, ანემიის და სხვა ცვლილებების გამოვლენა. მკურნალობის მეთოდები და მედიკამენტები. ბაბეზიოზის მკურნალობა მიზნად ისახავს პარაზიტების განადგურებას და სიმპტომების შემსუბუქებას. მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: ანტიპარაზიტული მედიკამენტები. იმიდოკარბდიპროპიონატი. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტი ბაბეზიოზის სამკურნალოდ. ინექცია კეთდება კანქვეშ ან კუნთში. პრეპარატი ეფექტურია ბებიშას სხვადასხვა სახეობის წინააღმდეგ. დიამიდინი. გამოიყენება იმიდოკარბის ალტერნატივად, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. ატოვაკუონი და აზითრომიცინი. გამოიყენება კომბინაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტები არაეფექტურია, ან არსებობს გვერდითი მოვლენების რისკი. დამხმარე თერაპია. სითხეების ინფუზია, დეჰიდრატაციის კორექცია. სისხლის გადასხმა, მძიმე ანემიის დროს. ვიტამინები და მინერალები, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ჰეპატოპროტექტორები, ღვიძლის დასაცავად. ანტიოქსიდანტები, ორგანიზმის დასაცავად თავისუფალი რადიკალებისგან. რჩევები. ტკიპების კონტროლი. რეგულარულად გამოიყენეთ ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებები, წვეთების სპრეით საყელო თქვენი შინაური ცხოველებისთვის.
გარემოს დამუშავება, ეზოსა და სახლის რეგულარული დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებებით. რეგულარული შემოწმება, რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი შინაური ცხოველები ტკიპებზე, განსაკუთრებით სეირნობის შემდეგ. პრევენციული მკურნალობა. თუ თქვენ ცხოვრობთ ბაბეზიოზის გავრცელების მაღალი რისკის მქონე რეგიონში, მიმართეთ ვეტერინარს პრევენციული მკურნალობის შესახებ. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა, მით უფრო მაღალია გამოჯანმრთელების შანსი. კვება. უზრუნველყავით თქვენი ცხოველი დაბალანსებული და სრულფასოვანი კვებით, რაც ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. სტრესის შემცირება. შეეცადეთ შეამციროთ სტრესული სიტუაციები თქვენი ცხოველისთვის, რადგან სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას. მედიკამენტების დასახელებები. იმიდოკარბდიპროპიონატი, ატოვაკუონი, აზითრომიცინი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბაბეზიოზის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და სიკვდილიც კი. ვეტერინარი შეარჩევს საუკეთესო მკურნალობის გეგმას თქვენი ცხოველისთვის, მისი მდგომარეობისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.